მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა დამიფიქსირებდეთ ჩემი მოსაზრება. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ არც მე მინდა მივმართა საქართველოს ხელისუფლებას და მინდა ვუთხრა მათ, რომ რეალურად აქ ისაუბრეს უკვე ამ საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ რეალურად ის, რასაც თქვენ უნდა აკეთებდეთ, აკეთებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ანუ მაგალითად ის, რომ 10 წლის წინ პირობითად მე მასწავლეს თეთრი ხელჯოხით გადაადგილება და დღეს მე მაგალითად დამოუკიდებლად გადავაადგილდები ქალაქში. ეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების დამსახურება იყო. სულაც არ იყვნენ ვალდებულები პირობითად ვამბობ, არ ვიცი, პოლონეთის, ჩვენი პოლონელი მეგობრები, რომ ჩემთვის ესწავლებინათ თეთრი ხელჯოხით გადაადგილება, მხარი დაეჭირათ ამ მიმართულებით. ამიტომ მეგობრებო, ის სერვისები, რაც თქვენ უნდა გქონდეთ რეალურად ჩვენთვის, ისინი გვაძლევენ ხოლმე. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის რუსული ეს კანონი. რუსეთს უნდა რომ ქართული საზოგადოება იყოს ფრაგმენტირებული, რათა უფრო მარტივად დაგვასუსტონ. ანუ სეგმენტები უნდათ რომ გამიჯნონ და ცალ-ცალკე დაასუსტონ. იქნება ეს მაგალითად ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები და ასე შემდეგ. მე მინდა ძალიან მოკლედ მოგიყვეთ რა ხდებოდა იქამდე, ვიდრე საბჭოთა კავშირის პერიოდში რა ხდებოდა, როგორ ცხოვრობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ფაქტობრივად ქვეყანაში არ არსებობდნენ, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობდნენ სახელმწიფოში არსებულ სახელმწიფოში და მათ არ ქონდათ უფლება, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულიყვნენ. ანუ ჰქონდათ რაღაცა მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული, ასე ვთქვათ, მაგრამ ანუ აი რო გასულიყვნენ და ანუ უფრო ფართო მასშტაბებზე გასულიყვნენ, ამის უფლება ნამდვილად არ ჰქონდათ. საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდგომ მოვიდნენ, ანუ მარტივად ყვები ამ ყველაფერს, ეს იყო განგრძობითი პროცესი, რა თქმა უნდა და ეს არ მომხდარა 2 და 3 დღეში, უბრალოდ მინდა ახსნა ესე, რომ მოვიდნენ ჩვენთან უცხოელი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები და გვითხრას, რომ იცით რა, მე თქვენ გაძლევთ მატერიალურ მხარდაჭერას და განვითარდით. და დღეს მაგალითად ქვეყანაში რომ არის ეტლების საწარმო, ან სხვადასხვა მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან რომ გვაქვს საკონსულტაციო საბჭოები შეშემო პირთა ჩართულობით და ასე შემდეგ, არის მათი დამსახურება. და წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში შეშემო პირებს, ინვალიდებს რომ ეძახდნენ, იმიტომ რომ ისინი ითვლებოდნენ უსარგებლოებად, ჩვენ ვიქეცით სარგებლიან პირებად და ჩვენ ვიგრძენით თავი, რომ ამ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ამ სახელმწიფოში შეგვიძლია რომ სარგებელი მოვიტანოთ. წარმოიდგინეთ, ეს თუ გაქრება. მე არ ვიცი, ჩვენ დავბრუნდებით ისევ იმ სტადიაში. და ეს კანონი ამის გაქრობის ნიშანს შესაძლებლობას იძლევა. ამის გაქრობის საწინდარი გახდება. ძალიან მოკლედ ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ ისევ დაგვიძახებენ ინვალიდებს და არ გვინდა ვიყოთ ინვალიდები. დიდი მადლობა, ანი, ძალიან დიდი მადლობა. ერთსაც დავამატებ, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ სატელით სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები, იმიტომ რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ჩვენ მხოლოდ დედამიწას დავამძიმებთ და მეტი არ არის. დიდი მადლობა და ვიდრე გადმოვალ